თუ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს იყენებთ, მაგალითად ChatGPT-ს, Gemini-ს, მაგრამ არ იყენებთ ერთ ძალიან დიდ ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომლის სახელიცაა Claude, სამწუხარო ამბავი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდ შეცდომას უშვებთ. რადგანაც ეს მოდელი იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობებს არატექნიკური მომხმარებლებისთვის, მათთვის, ვინც კოდის წერა არ იცის, რომ შექმნან ძალიან მძლავრი AI აგენტები თავიანთი საჭიროებებისთვის. ამ AI აგენტებს შეუძლიათ საკმაოდ რთული ამოცანების შესრულება, თანმიმდევრულად პორტატულად და სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად. მოკლედ რომ გითხრათ, ეს შესაძლებლობა ეყრდნობა სამ ფუნდამენტს, რომელიც Claude-ის შიგნითაა ჩაშენებული. პირველი ეს არის MCP, რომელსაც ცოტა ხანში განგიმარტავთ, მეორე ეს არის Skills და მესამე ეს არის Projects. ეხლა ვეცდები მოკლედ ჩამოგიყალიბოთ და განგიმარტოთ ეს ყველაფერი. MCP, Model Context Protocol, გულისხმობს ისეთ ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის მოდელისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მას, რომ გასცდეს თავის საბაზისო ცოდნას და შეასრულოს რაღაცა დამატებითი მოქმედებებით. მაგალითად, MCP-ს დახმარებით, Claude-ს შეუძლია პირდაპირ და ძალიან სრულყოფილი წვდომა ჰქონდეს გარე ინსტრუმენტებთან და პლატფორმებთან. Claude-ში შაშენებულია ეგრეთ წოდებული კონექტორები, რისი მეშვეობითაც უკვე Claude უკავშირდება სხვა ინსტრუმენტებს. Claude Skills სიახლეა სულ რამდენიმე კვირის წინ დაემატა ამ მოდელს და წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების ამოცანების ინსტრუქციების სახელმძღვანელოს, რომელიც Claude-ს ასწავლის თუ როგორ შეასრულოს გარკვეული ამოცანები, რა ინსტრუმენტები გამოიყენოს და საერთოდ რა სტანდარტები დაიცვას. ანუ Claude Skills წარმოადგენს გარკვეულ საქაღალდეს, რომელშიც გაერთიანებულია ინსტრუქციების, სკრიპტები და რესურსები, რომლის ჩატვირთვაც Claude-ს ავტომატურად შეუძლია საჭიროებისამებრ, როდესაც ჩვენ გარკვეულ კითხვებს დავსვამთ. Claude Skills წარმოადგენს გარკვეულ ექსპერტიზას, რა დროსაც Claude ხდება სპეციალისტი გარკვეულ საკითხებში. როდესაც ჩვენ წერთ ჩვენ მიერ შექმნილი სკილების ბაზიდან, Claude შეუძლია თავადვე განსაზღვროს თუ რომელი უნარებია რელევანტური ჩვენ მიერ დასმული მოთხოვნისთვის და ზუსტად მისი გამოძახება შეძლოს. მაგალითიც რომ ვთქვათ, შეგვიძლია შევქმნათ ორგანიზაციის ბრენდირებული კონტენტის წარმოებისთვის, რათა კონსისტენტური იყოს ორგანიზაციის კონტენტი და არ მოხდეს არევა და ხელოვნური ინტელექტი სრულად ერკვეოდეს კონტექსტში. რაც შეეხება Claude-ის Projects, ეს არის გარკვეული სამუშაო სივრცე, სადაც ხდება ზემოთაღრიშნული კომპონენტების გაერთიანება. ასეთი სამუშაო სივრცე ხდება ასევე ChatGPT-ის შიგნით, რომელსაც ქვია Projects, ასევე ან მაგალითად Perplexity-ის შიგნით, რომელსაც ქვია Spaces. მოკლედ ამ სივრცეში ხდება ამ ზემოთმოცემული კომპონენტების დაკავშირება Claude-ის Twin-თან. ანუ პროექტში ვაერთიანებთ უნარებს, MCP ინსტრუმენტებს და ხელოვნური ინტელექტის მოდელის ფონურ ცოდნას მიმდინარე სამუშაოსთვის. მოკლედ, მთავარი იდეა შემდეგია, რომ Claude-ის ხელოვნურმა ინტელექტის მოდელმა გამოიყენოს შესაბამისი უნარები და კონტექსტები, რათა მართოს ამით MCP ინსტრუმენტები Claude-ის სამუშაო სივრცის, ანუ პროექტების შიგნით და მივიღოთ საბოლოო ჯამში კომპლექსური აგენტები, რომლებიც მოგვემსახურებიან გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ადრინდელი შემთხვევები იყო, როცა ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ რეკომენდაციებს გვაძლევდა და გვესაუბრებოდა და მოქმედებების განხორციელება უჭერდა.